სამარგალო გვალაშوارე დანა ნახე ანანური ოშკი და გერგეთი ხვამას ლუსხი დანა ჩავიხუტე ხევსურეთის კოშკი დედა მოგა გვალაშوارე დანა ის რომ სამეგრელოში პერედი გრანელი საღამო ტალდება რაღაც დოზით ღვთისადმი აღდგენილი ლოცვა მისი სულის სამოხად ვერცე ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში როდესაც ვიმისწრეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის დროია მე ახლა მაგვდება ჩემი ცხოვრების ხარისხლიანი დღეები და სინანული ჟღორტელი მივლის თანაც მიხარია რომ ვარ პერედი გრანელი Sakras dums pila, sakras zilli, ksagaiare, sakras kaleba, čemi skeoli rom, daglilia, es upendi išdaus, Darkam Solebas Dasakas Balka Vina Zizvita Dauce Senca Nakes Tvalebova Poblešem zemlji Gasula Vitina Esupenišnic Κατασβάλεμας. ტერენდი გრანელი საღამოს ჩვენ ხშირად ვატარებთ, მაგრამ ასეთი გრანდიოზული ღონისძიება თბილისის გარეთ ქონდა ერთხელ ბონისის ეპარქიაში, ბონისის მუნიციპალიტეტის განგანებადებთან მხარში და კულტურის სახლში ჩატარდა, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ესწრებოდა ბონისის საჯარო სკოლები, კერძო სკოლები, პედაგოგები, ბავშვები და მან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მხარში მიდგას ავტონომიის სახელმწიფო თეატრის წამყვანი მსახიობი შეიძლება ითქვას ირაკლი გოგებია, რომელიც უნიჭიერი მსახიობია და მის გარშე ასეთი ლამაზი ღონისძიება ვერ გაიმართებოდა და ვერ შედგებოდა. ჩემი რეჟისორით გეთქება ეს ღონისძიება და იმდენად მასშტაბური ფორმა და ხასიათი მიიღო, ეს არ იქნება ერთჯერად. თავისთავადია გონცდება იმაზე, რომ ზუგდიდში სამეგრელოში პრაქტიკულად წარმოშობით იყო ტერენდი გრანელი, ძალიან მცირე ხალხი ესწრებოდა ღონისძიებას, მაგრამ იმედიანას განმასწორებენ აქაურები და ექნებათ კიდევ ერთხელ სურვილი, რომ მსგავსი ღონისძიება ჩატარდეს. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ძალიან მოკლე ხანში მსგავსი ღონისძიება ჩვენ ჩავიტანოთ წყალინჯიხაში და ვნახოთ ადგილობრივ მოსახლეობას, ვინაიდან თქვენ იცით ტერენდი გრანელი წარმოშობით იყო წყალინჯიხიდან და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესოა და ეს უნდა ნახოს საქართველოს ყველა კუთხეულ ადამიანებმა, ვისთვისაც ძვირფასია ტერენდი გრანელის შემოქმედება. ბედნიერი ვარ, რომ ამ საღამოს დავესწარე აი ესეთ საოცარ სპექტაკლს. ეს იყო არაჩვეულებრივი, ერთი მთლიანად შეკრული წარმოდგენა, სადაც მოძრაობის ჰარმონია, ხმასთან შეგება, მუსიკა, კომპოზიცია იყო რაღაც არაჩვეულებრივად აწყობილი. მე არა ვარ პროფესიონალი და არც მაქვს შეფასების უნარი, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი მოკლავი ადამიანი, რომელიც პოეზიაზეა შეყვარებული, დღეს ვარ ბედნიერი იმითი, რომ მე ვიყავი
პერენტის სამყაროში. წუთი წამი არ ყოფილა, რომ მოვწყვეტოდი ამ გარემოს. ეს იყო არაჩვეულებრივი სანახეობა და მე ვწუხარ იმის გამო, ბოდიშს მოუხდი შემოქმედებით ჯგუფს, იმის გამო, რომ დარბაზი არ იყო შესაბამისი. არ იყო ზუგდიდის ღირსეული საზოგადოება წარმოდგენილი და ალბათ ვფიქრობ, რომ ეს იყო იმის გამო, რომ არ იყო კომუნიკაციის საშუალება.